სად არის ირაკლი? Сейчас просто подать мобильный დიდი მადლობა რომ მოგზადით. Ამორჩეული დღე ეს ლიტერატურული კაფე იცით რა ახალი გახსნილია მუსტო შენს გასაგონებლად მუსტო დიდი ბოდიში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მასპინძლებისთვის ლიტერატურის და მუსიკის მოყვარულებისთვის დღევანდელი სტუმარი არის გამოჩენილი ქართველი პოეტი და მწერალი მუსიკოსი და შემსრულებელი ირაკლი ჩარგიანი, რომელიც ნამდვილი ლეგენდაა, თქვენ შეგიძლიათ მიხილოთ ცოცხლად, ეს გვეწვია. Მისთან მადლობას მოვახსენებთ მას და ყველას მოგულოცავთ ამ შესაძლებლობას მასთან შეხვედრისა, საუბრისა და გასთავარეთ ეს მისი ახალი ალბომი დღეიდან გაიყიდება, ამ ალბომს ქვია სავსეს. მე მგონი მას ახლა ისეთი აუდიტორია და ძირითადად ვიცით ასეთ ქალაქში ცხოვრობ ერთმანეთს ვისმოთ და ჩვენ გეუბნებათ მე ნაკლებად ერთმანეთს ცნობილია. აი შენაში ასე მოსტო იმას გაუშვებთ. Discos გაუშვებენ თუ ლაივში და ამიტომ მე ვგრძნობ რომ ჩვენ თანდათან უნდა ავისოთ სწორედ ის სიმშვიდით, რასაც ქვია სულიერება. ეს სულიერება მოდის წიგნებიდან, მოდის ლიტერატურიდან, მოდის მუსიკიდან, მოდის ხელოვნებიდან. მე თქვენ სულ ყველა ძალიან მიყვარხართ და მინდა რომ თუ შევძელი ჩემი ამ ნაწარმოებით, რომელიც თქვენ წინ წარმოვადგინე, ეს არის ფაქტიურად ის მომენტები, ჩემი გასული წლის ის მომენტები დაფიქსირებული უბრალოდ კომპოზიციებად, რომლის გამოხატვაც მე ესე შევძელი. ეს არ არის ალბომი, რომელიც შედგება რაღაც ძველი სიმღერებისგან. ჩემი წინანდელი წელი იყო სავსე დაბადები, იყო სავსე სიკვდილი, იყო სავსე სიყვარული. და რა თქმა უნდა, იყო სავსე ძალიან დიდი რევოლუციით, რომელიც მოხდა. ეს ყველაფერი ჩემ ალბომში შევიდა. ამიტომ ეს ალბომი არის სავსე, ეს ალბომი არის სავსე თქვენი, ეს ალბომი არის სავსე ჩემი, ეს ალბომი არის სავსე სამყაროთი. და მე მინდა რომ თქვენ სულ ყველა ისე აივსოთ, რომ თქვენი ჭიქებიდან გვინდათ გადმოდიოდეს უბრალოდ. მე მინდა რომ თქვენ იყოთ ბევრად უფრო სულიერები, ვიდრე იყავით გუში. თუმცა შეგიძლიათ გიმართოთ ეს განმავლობაში. მე ვთხოვდი აუდიტორიას რომ ცოტა მოეცა ჩვენთვის საშუალება რომ გაგვეყო რას ამბობს ირაკლი და Plus კიდევ იქნებ გავაძლიეროთ მიკროფონიც. თუ ამის საშუალება არის. ირაკლი, ესეთი შეკითხვა მაქვს. შენთან ასე ვთქვათ, ნახევრად შეკითხვა და ნახევრად სტეიტმენტი, როგორც ითქვა. შენ პოეზიას აქვს უმეტესი როლი შესრულებული. ქართული კულტურის განვითარებაში. ჩემი აზრით. ცოტა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ირაკლის შეკითხვა, იმიტომ რომ ირაკლის პოეზიის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გრძნობს იმას, რომ რა ხდება პროცესების შესაძლებლობა. რა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მერაკლი მე ესე გიპასუხებდი, ჩემი ხელოვნება ფაქტიურად არის ის, რაც არის მუდმივი პერმანენტული რევოლუცია. ანუ ეს არ არის პროცესი, რომელიც შეიძლება ესე სტაგნატურად დაინახო, რომ მე ვარ ხელოვანი, რომელიც აკეთებს ბავშვებს პოსტმოდერნისტულ ნამუშევრებს, ან აკეთებს რეალისტურ ნამუშევრებს. აქ ნამუშევრებს ყოველთვის ცილდება ჩემი ხელოვნება. ჩემი ხელოვნება ყოველთვის არის პირველ ყოვლისა მესეჯი, არის პირველ ყოვლისა ის ენერგეტიკული ვიბრაციები, რომელსაც ასხივებს ის ფორმები, რომელსაც მე ვქმნი. მე არ მეშინია იმის, რომ ჩვენ ბევრი უნდა დაგვენგრია. ჩვენ ბევრი უნდა დასანგრია და ჩვენ ძალიან ბევრი დავანგრია. და ეს ზოგ ძალიან აღიზიანებს და ამუშავე როგორ ის რაღაცები, რაც იყო დასანგრელი, ეს ყველაფერი იყო შემოტანილი ძალიან ცუდად შემოტანილი რუსული კულტურიდან და იმ 200 წლიანი ბატონობიდან, რომელიც ჩვენ მოგვახვიეს თავს. ამიტომ ის ნანგრევები, ის დანგრეული რაღაცები მე სულაც არ მეცოდება.
ეს იყოს ყველაფერი ფაქტორად ფალსიფიკაცია ქართული ტრადიციის. მე არასოდეს არ ვანგრევ ჭეშმარიტ ქართულ ფოლკლორს, მე პირიქით აღზრდილი ვარ ქართულ ფოლკლორზე და ჩემ ძალიან ბევრ ნაწარმოებებში ძალიან გაუწმელი ყოლიც კი შეიგრძნობს ამას. მაგრამ მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო განთავისუფლება იმ ხარკისგან, რომელსაც ფაქტობრივად ჩვენ უხდიდით რუსულ კულტურას, რაც არ კარგი იყო რუსული კულტურა. მე ძალიან მიყვარს რუსული კულტურა და ჩემი შვილი ნახევრად რუსია და ფაქტობრივად მოსკოვში ცხოვრობს და მე ძალიან ბევრი მაქვს საერთო რუსულ კულტურას და მე ვიყავ ყოველთვის წინააღმდეგი იმ ფალსიფიკაციისა, რომელიც შექმნა საუკუნეების მანძილზე საქართველოში და დამკვიდრდა როგორც ტრადიცია ჩვენთან. და აი ამას მე ეძახდნენ ქართულ ტრადიციას და ამას მე ყოველთვის ვანგრევდი და ყოველთვის დავანგრევ. ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ სუფთა ქართულ ცნობიერებაზე. დიდ პატივს ამ პიროვნებას როგორც შეგვიძლია. და ეხლა რაც შეიძლება იმ კითხვაზე მიდოდა დაბრუნებულიყავი და ბოლო კითხვა რაც იყო და ირაკლი კარგად და ზუსტად გასცა პასუხი რომ პოლარიზაცია არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მგონია ისეთი შემთხვევები რომ მოსულა ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები რომ უთხოვიათ რომ რაღაც მონაწილეობა მიიღო ამა თუ იმ პროექტში და მე ბუნებით არა ვარ ესეთი ადამიანი რომ არ შემიძლია ახლობელს და ნაცნობ ადამიანს უთხრა უარი ესე იოლად. და ამიტომაც ხდება ხოლმე რა ხშირად ისეთი სიტუაციები რომ გვიწევს ჩვენ დავუშვათ ისეთი სიმღერის შესრულება, ისეთი დუეტის შეწერა და რომელიც თქვა არ გეხატება გულზე, მაგრამ ეს აუცილებელია იგივე ურთიერთობებისთვის, რაც ურთიერთობების თბილისში არსებობს. ასე რომ მე არ ვთვლი ამას შესწორად, რომ დავუშვათ ირაკლი ჩარკვიანმა იმ 20 კაცში 20 კაცთან ერთად იმდროა, იმიტომ რომ ისინი ჩვენი ეკონომიკის ხალხია, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, უბრალოდ მათ თავიანთი განხრათ, მათ ასე ესმის, სხვებს დანარჩენ სხვანაირად ესმის და მე მგონია რომ ეს პირიქით, პოლარიზაცია კი არა პირიქით, რაც უფრო ერთად ვიქნებით და შევევერთ ჩვენ ხელოვნებას ერთმანეთს, მით უფრო ჭეშმარიტება დაიბადება ამაში. დიდი მადლობა ირაკლი ჩარკვიანს, რომ არსებობს საერთოდ ჩვენს გვერდს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გუში დავწერე ესეთი ლექსი რა მე არ ხომრობ ამ ბოლოს დაასერეზულად ამიები ირაკლი ოქროვაშვილის ოპერაციას მე მართალია ოქროს ვერცხლი მიჩემია ძველი მოდული ადამიანი ვარ ამას რა თუნდა აი ეს სულ რეაქტიული სონეტი ამას რა თუნდა ცხარტი გონება რაც ასე ცხადად დასაჯერია რომ ვინც გაბლანკა ხალხის ქონება აუცილებლად დასაჭერია ვინც საქართველო გაამართლოვდა დღეს მასალაა ჩემთვის სალექსო ვინც გასაჭირში ხალხი აცხოვრა რომ საკუთარი ჯიბი აევსო ვინც გამნაშავის ყველას კრიშაკერა ჭერია ვისიც გრძელდება დღესაც თარეში და ვინც რა თქმა უნდა დასაჭერია ციხეს მოსწინა იმათ გარეშე ჩვენს მიერ არა რეაქცია მიცემული ეს ძალი გროვდება იქ სადღაც და ეს მერე ჩვენზე სწორედ ეს ძალადობა გადმოდის ჩვენზე ამიტომ ჩვენ დროში უნდა შევეცდოთ ძალიან კარგად ჩვენი მისია არის პერმანენტული მარადიული რევოლუცია ანუ კულტურა ეს არის მარადიული რევოლუცია მინდა ირაკლიზე ვთქვა, იმიტომ რომ სულ მინდა რომ ეს ვთქვა, ერთხელ ხარი ჟურნალისტი არ ვიცი რა მოსაზრებით ამოიღო ეს თავისი ინტერვიუ და მე კიდე ძალიან დიდი ხანია მინდა ეს ვთქვა და სრული გულწრფელობით შორის ჩემთვის ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა არის ქართული თანამედროვე მუსიკის დაბადება. მე ვთვლი რომ ეს არის იმიტომ რომ ეს იყო როცა მან პირველად იმღერა ის როგორც იმღერა უშეყავათო იმ დროისთვის თანამედროვე და უშეყავათო ეროვნული არანაირი ენის მოჩნებით ან რაღაცა მიმსგავსებული იმიტაცია.
ამის გამო მოხდა ის მერე ყველაფერი რაც მოხდა. მე ვთვლი რომ ყველაფერი რაც ამის მერე მოხდა იყო ან მიმსგავსება, ან შეიძლება გაუმჯობესება, ან გაუარესება, მაგრამ ჩემთვის ჩვენი თაობისთვის და მაშინ დაიბადა ესეთი მუსიკა, მე ვთვლი რომ ირაკლი ჩარკვიანი ამ მხრივ მე ესე აღვიქვადა, რაღაცა შეუძლია შემეკამო კოსმოსის მუსიკას ზომი არა არის. აი სიმღერა როცა არის რომ ჩვენ მოვიგებ თავს, აი ნამდვილად შემლებამდე მივედი და მე მასწავლე რომ ეს პატარა ვიდეო გააკეთა რაღაც კლიპი უნახე. აი ალბათ ერთი ძალიან დიდი ხნის ძალიან ფერფთალი ოცნება გამოდენა თქვა 10 წლის მერე ვნახე კლიპი. ძალიან საინტერესო რამეა ყველა ადამიანისთვის, ძალიან საინტერესოა. უბრალოდ მინდა შენი მუსიკა, ძლიერი მუსიკა, მუსიკა რომელსაც აქვს მოხდი, მუსიკა რომელსაც შეუძლია შეკითხოს საფრთხეველობა. ჩემს თავად და მე ზუსტად ის რომ ჩემს ატარებს, ჩემ უბრალოდ ჭირდება. დიდი მადლობა რომ არსებობ, დიდი მადლობა რომ დამპატიმდეთ. ძალიან მიყვარხარ! პირველ რიგში ჩემთვის როგორც პროზაიკოსის მიმართ და მე ვიცი რომ შეკარგახანია მუშაობ რომანზე და დაიგნება თუკი ეს რომანი მალე გამოვა. იმიტომ ძალიან საინტერესო იქნება. რასაკვირველია, ასევე ვიცი რომ ირაკლი მუშაობს პიესაზეც. პიესაზე, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება ამ თვის ბოლოს შემოგვიდგენთ რომ პიესების კითხვა ჩავატაროთ, ეს პიესები არ დაიგნება, ჩვენ ამ პიესებს უბრალოდ წავიკითხავთ სახელმწიფო ერთად და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იქნება ასევე თუკი ირაკლი მონაწილეობს თავის პიესში და ვიცი რომ იქნება. ჩემი საყვარელი აგერ ბიზნესმა გორდიკო მინდა რეგიონის სიტყვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ვინც საერთოდ თავიდან ქართული ანდერგრაუნდი იქნებოდა თუ საერთოდ ქართული პოპი თუ ქართული მუსიკა, ეს არის ადამიანი რომელიც წერდა ყოველთვის მუსიკაზე და იმედია კიდევ და უფრო ინტენსიურად ამ საქმეს გააკეთებს. უბრალოდ ერთია დასაგანი რომ ეს უფრო მეტად უნდა ჩანდეს ჩვენს მედიაში და უსურვებს ჩვენს მედიას რომ უფრო აშკარად ეს გამოაჩინოს. ვიცი, რომ სამ სიტყვას თუ მოიწვი ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ როგორც ადამიანი და შენ ახლა ის ერთ-ერთი კრიტიკოსი რომელსაც მე დავეცი. ცოტა გული დამდა, იმიტომ რომ არა შეიძლება შემოქმედებით მაინტერიგენცია გაუგეთა ამ პოლიტიკოს ისაფუძველი რაზეც მერე დარგა და მერე ესის პანულ ჩავყავოთ რომ დავუფიქრებათ მოუვიდა რა. ირაკლი, დიდი მადლობა იმ დისკების გაჩენ გამოვიდა. დიდი მადლობა იმისთვის რომ აკეთებ ტექსტები რო დაგეთ. ეს არის პატრონია, არა? ამას მოვიდა შენი არ მომისმენია, მაგრამ მიიღებ შესაძლებლის კრიტიკა. აგიმანდოს კიდე. დღეს ვაცხადებ პირველად რომ არსებობს ესეთი ლეიბლი, რომელსაც ქვია Mango Zango Music. და ამ ეს ლეიბლი ფაქტობრივად არის მუსიკა ჩავარდოთ ყოველთვის და მე ვუზდა ჯარ მაშინ